აბა ვიოცოთ და დავიწყოთ. მეუფეოდ ზეცათა მუგეშინის ცენო სულ ჭეშმარიტებისა ვერი ყოველგან ხარდა ყოველსავე აღავსე მაგითა შენთა საუნჯეო კეთილ თავმონიჭებო ცხოვრებისა მოიდა დაიმკვიდრე ჩვენ შორის და წმინდა თქვენ ჩვენი ყოვლისაგან ვიცისა დაცოლმე საქმე სული ჩვენი ამენ ჩვენ წინა შეხვედრაზე ვისაუბრეთ მათეს სახარების მე-14 თავზე, მე-14 თავი დავასრულეთ და ძალიან მნიშვნელოვანი თემა იყო, გახსოვს ალბათ, ხო? ვისაუბრეთ იმ სასწაულზე, როდესაც უფალი წყალზე, მღელვარე წყალზე მოდიოდა და არა ეს ამას მე ვერ შევეგუები ვერანაირად, მოდი გვერდზე გაწი. ჩემი საქმე იყოს ეს მაგიდაც არ თან შუა გამოსვლა უკვე რაღაცა ნანახის სასწაულის შემდეგ და ამ ხალხმა ნახა ახალი სასწაული და კიდევ უფრო შთამბეჭდავი და გამწვანორი რომ შუა გამოსვლას ჯერ ბოლომდე გაიგონათ უფალი და შემდეგ დარწმუნდნენ რომ ნამდვილად ის იყო პეტრემ შეეკითხა რომ თუ შენახა ბიბზანება მოვიდე შენთან პეტრე მიდის ვერ იწყებს დამთქმას ჩვენ ეს ყველაფერი განვიხილეთ ძალიან წვრილად თუ რა ხდებოდა და რატომ ხდებოდა ეს ყველაფერი რამ გამოიწვია ის რომ პეტრე წავიდა თავიდან ვერ რა მოხდა და რამ გამოიწვია რომ პეტრემ ჩაძირვა დაიწყო და ამ ყველაფერზე დაწვრილებით ვისაუბრეთ ხო ვერ იყო ნათქვამი რომ მივიდა გენესარეთის ქვეყანაში იცნესო იმ ადამიანებმა და ძალიან ბევრი დაავადებული და ბნებული ადამიანი მიიყვანეს მასთან განსაკუთრებულად და უყოლმაც ისინი გავდიოდნენ. და ევედრებოდნენ რომ ოდნავ შეხებულდნო მის შესამოსელსო და ვინც რწმენით შეეხებულდნო ყველანი იკურნებოდნენ. ოდის მოგიხდით რა და ვინც პირველად არის ჩვენს საუბარზე მინდა ვთხოვო რომ ტელეფონებს მიხდით რა ძალიან ხო თან გამორთეთ ან ვიბრაციაზე დააყენეთ და აი ყოველთვის ეს ხდება ხოლმე გავფრთხილეთ ხოლმე და ვიღაცის ტელეფონი მაინც კრიალებს ხოლმე და ეს ცოტა არ იყოს და მე არ მესმის რა და ძალიან გთხოვთ რა შეგნებით მოვეკიდოთ თავად იმიტომ რომ მე მინდა გითხრათ რა რომ არასოდეს არ ვემზადები წინასწარ თქვენთან სასაუბრად აი სახარებასაც კი არ გადავხედავ ხოლმე განგები რატომ იმიტომ რომ მე არ მინდა რომ თუნდაც რაღაცა თუნდაც იმისოდენ და მე ჩემს თავს მივაწერო რომ აი მე რო რაღაცა წავიკითხე მე რო რაღაცას გადავხედე იმას ვლაპარაკობ მე პირდაპირ მოვდივარ მომზადებული აღარც კი მახსოვს ხოლმე საგვარ გაჩერებული მე ვიხსენებ ხოლმე თვითონ და პირდაპირ აქ ხდება ცოცხალი პროცესის შემოქმედებისა რა პირდაპირ და უფლის სახელით იმიტომაც ვიწყებ ჩვენ ლოცვით ყოველ ჩვენ საუბარში უფლის სახელით რასაც ღმერთი მასაუბრებს იმას ვლაპარაკობ და დამიჯერეთ რომ ძალიან ამონგდებია რაღაცა სიტუაციიდან, როდესაც ვიღაცის ტელეფონს კრიალებს. იმიტომ რომ მარტო იმას კი არ უხარდავს ყურადღებას. უყარდავს ყველას. ისედაც გვაქვს აგერ ხარ სიგნალები და გარედან მოსული ეშმაკები და ხა შიგნით ნუღა იმას ვიზავთ რა, ხო? ნუღა აუდაურეთ და მინდა გთხოვოთ რა ყველას რომ ტელეფონი თუ გაქვთ რომელიმე ჩართული რომ აუცილებლად დაუხშეთ საინფორმაციო ურვი. და ნახოთ ახლა რა ხდება. მაშინ მოუხდეს იესოს იერუსალიმით ფარისეველნი და მწიგნობარნი და ეტყუდეს. ეხლა ეს ფარისევლები და მწიგნობრები ვინც არიან ჩვენ უკვე გავიგეთ, გავიცადეთ ეს ხო? ფარისევლები და მწიგნობრები, მოდლეები, მგელმოძღვრები და ასე შემდეგ ეს ის ხალხია, რომლებსაც წესით იდეაში ყველაზე უკეთ უნდა სწორდათ ჟული და ყველაზე კარგი დამცველები უნდა ყოფილიყვნენ მის. და თავიანთი გაგებით ისინი იცავდნენ კიდევაც უფლის ჯულს. მაგრამ არის პარადოქსი, რომ უფალი სწორედ მათ ამხელს მუდმივად მთელი თავისი მოღვაწეობის განმავლობაში. სულ მათ ამხელს. და ამხელ ძალიან მწარედ ორგულებს ეძახის. გველებს ადარებს.
იქედნეს ნაშიერებს. უფალი, რომელიც არის სიყვარული, არ დაგავიწყდეთ. მაგრამ აი ესეთ ძაფ შედარებებსაც მიმართავს უფალი რა. და ამით ჩვენ მაგალითსაც გვაძლევს რომ ბოროტების და ცოდვის და უტიფრობის მიმართ უნდა ვიყოთ შეუწყნარებელი. რაცა უნდა მძიმე ცოდვა ჩაიდინოს, აი მაგალითად ხა ჩვენ ხშირად გვადანაშაულებენ ხოლმე მართლმადიდებლებს იმაში რომ ჩვენ თითქოს რაღაცა ჰომოფობები ვარ და რაღაცა იდიოტური რაღაც ტერმინი მოიგონეს და რაღაც ადამიანი გძულს თითქოს და ნუ ეს იგულისხმება რა თქმა უნდა ეს მათი ეს LGBT წარმომადგენლები რა. ესენი რა თქმა უნდა საწყალი ადამიანები არიან, საცუდავი ადამიანები არიან ღვთის წინაშე, მაგრამ ერთი რამე გაახსოვდეთ ხალხო. ჩვენ მე ერთ-ერთ ინტერვიუში ვთქვი ეს ამასთან დაკავშირებით რომ ნებისმიერ ადამიანს რაც არ უნდა ღვთისპირიდან გადავარდნილი იყოს თუ სინანული გაუჩნდება და მოვა თქვა ჩემთან სიტყვაზე გულში ჩავიხუტო აი სულ 1000 კაცი ყავდეს აი ისე დახოცი სადისტურად რო ყავდეს დახოცი რა სინანული თუ მომართავს გულში ჩავიხუტო ღვთის მადლი და ღვთის ხალხი მაგრამ როდესაც ადამიანი არ ნანობს ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ამას მიაქციეთ ყურადღება როდესაც ადამიანი არ ნანობს იმ ადამიანს ვერც მე და ვერც მართლმადიდებელი ეკლესია და ვერც ერთი ჯანსაღად მოაზროვნე მართლმადიდებელი თავზე ხელს ვერ გადაუსვამს ჩვენ ცოდვას და უტიფრობას თავზე ხელს ვერ გადაუსვამთ ვერასოდეს უნანელობა არის იგივე ეშმაკებულობა ერთი და იგივეა ზუსტად იმიტომ რომ ეშმაკი არის უნანელი სული რომელიც სოდავს და არ ნანობს და ადამიანი ზუსტად ემსგავსება ეშმაკს, როდესაც არ ნანობს. აი ეს მინდა რომ იცოდე და კარგად გაიაზროთ ხალხი. და არ აყვეთ რაღაც იმ სისულელებს, მე ვიცი რომ ძალიან ბევრი მართლმადიდებელიც ეკლესიის წევრიც დაიბნა აი იმ რაღაცა უაზრო აჟიოტაჟის გამო, რომელიც ატყდა აი ამ ჩუდენ მაისთან დაკავშირებით რა და რაღაც დაგვაბრალეს რაღაცეები და ნუ რაღაც სისულელეები რა. და ჩვენ ყოველთვის შეუწყნარებელნი ვიქნებით ჩვენ გძულს მამათმავლობა და არა კონკრეტული მამათმავალი. ჩვენ გძულს ლესბოსელობა როგორც მოვლენა და არა კონკრეტული ლესბოსელი ვიღაცა ქალი საწყალი. თუმცა კიდევ ერთხელ ვამბობ თუ ის თუნდაც პიროვნება იყოს კონკრეტული ეცდება ამ ყველაფრის აგიტაცია პროპაგანდა მოახდინოს და ტირაჟირება ხალხში მე ამას არ დაუშვებ. იმის გამო რომ მე ჩემი შვილები მიყვარს, სულიერი და ხორციელი. ჩემი მეგობრები მიყვარს. მე არ მოგცემ შენ უზნეობის პროპაგანდის უფლებას. სანამ შემეძლება და რა დონეზეც მე ეს ხელმეწიფება. და სხვანაირად კი ბატონო, ეხლა თუ ეგეთი გინდა რომ იყავი. შენ თავის უბედური ხარ. მაგრამ მე ნუ მომახვე თავზე. ხო და აი სწორედ ესეთები იყვნენ აი ეს ფარისევლები და მწიგნობრები და სადუკევლები და ასე შემდეგ ის ხალხი რომელთაც უფალი მუდმივად ამხელს და მათ ყოველთვის მკაცრად ექცევა გაგახსენებთ ერთ სიუჟეტსაც სახარებიდან როდესაც უფალი შედის ტაძარში ნახავს რომ იქ ყიდვა გაყიდვა და მოკლედ მთელი ვაჭრობა მიმდინარეობს და შექმნის შოლტს და ამ შოლტით გამოყრის იმ სყიდველებს იქიდან მრისხანებას ავლენს უფალი მიაქციეთ ყურადღება მაგრამ მრისხანება თავისთავად განაბოროტება უბრალოდ რის წინააღმდეგ მიმართა ამასაც გადამწყვეტი მნიშვნელობა. როდესაც მრისხანება არის ცოდვის წინააღმდეგ მიმართული, უჟულობის წინააღმდეგ მიმართული, ეს არის ათნოება. ღვთისაგან აქვსო წმინდა მამები გვეუბნებიან ჩვენ ადამიანს მრისხანების უნარი მინიჭებულია. ოღონდ უნდა იცოდეს რა მიმართულებით მიმართოს ის. აი მას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა რა. და როცა ჩვენ იმის მაგივრად რომ ცოდვის წინააღმდეგ მიმართოთ, ჩვენი მრისხანება მიმართავთ ამას ადამიანების წინააღმდეგ ეს არის უკვე ძალიან დიდი დანაშაული. და ვარდებით მომაკვდინებელ ცოდვაში. როცა მრისხანებ კონკრეტული ადამიანის მე. აუ მოდი რა შეეუბნებიან ერთი ფარისევლები რომ მოვიდნენ რა პრეტენზიით მოვიდნენ უფალთან ნახოთ. და თან არ დაგავიწყდით ის ფარისევლები არიან აი როგორ შეიძლება ცოდვამ და საკუთარ ამპარტავნებამ დააბრმავს ადამიანი რომ ის ფარისევლები არიან რომლებიც უფალს უკან დაასდევენ ყველგან ჩასაფრებულები არიან რომ რამეში გამოიჭირონ და შესაბამისად ყველა იმ სასწაულის თვითმხილველები არიან რომელსაც უფალი აღასრულებს მიაქციეთ ყურადღება
მაგრამ აი ჩასაფრებული ადამიანის პოზიცია როგორია, ნახეთ? იმას ჭეშმარიტება კი არ აინტერესებს. სიმართლე კი არ აინტერესებს, ბრმა არის. იმას ერთადერთი მიზანი აქვს, ის მიზანი ამოძრავებს, რომ მე რაღაცაში გამოიჭიროს. ამ ფარისეულებმაც, აი ამ წიგნობრებმაც ნახეს ის სასწაულები. ნახეს როგორ დააპურა უფალმა 5000 ადამიანი 5 პური და 2 თევზი და მე თქვენ გითხარით და სწორედ წინაზე ვისაუბრეთ ამასთან დაკავშირებით, რომ ეს 5000-ნი არიდნენ მხოლოდ მახარებელი ამბობს, რომ თვინიერ დედებისა და ყრმებისა, ანუ ქალებისა და ბავშვების გარეშე იყვნენ მხოლოდ კაცები 5000-ნი. და მინიმუმ 2 მამდენი კიდე იქნებოდნენ. ხედავდნენ ყველა იმ სასწაულს, რომელსაც უფალი აღასრულებდა, იმ კურნებებს. საოცარ კურნებებს, რომელიც მანამდე არავის არ გაუკეთებია. აი მას ყველაფერს ხედავდნენ. მაგრამ მაინც აი ესე უაზროდ ჩასაფრებულები რომ რამეში გამოიჭირა. აი ხაც იგივე რამე ხდება. და სწორედ აი შედეგი ყველაზე ცუდი და ყველაზე მძიმე რასაც იწვევს ეს ყველაფერი, ვიცით ხო, რითიც თავდება. მათთვის გადასარჩენა მოსულ უფალს, რომელსაც სიკეთის მეტი არაფერი უკეთებია. მკვდრებშვილები აღუდგინა. ხალხს ლარიშვილები აღუდგინა. ბრმებს თვალები აუხილა, კელუბელი განკურნა, გარღვეულები აღადგინა, პარალიზებულები. დააპურა, სიკეთე ასავლა, სიყვარული ასავლა. და ამის გამო აი სწორედ ამ შურმა და ამ ბოროტებამ ადამიანებისა გააკრა ჯვარზე. ხსნელი კაცობრიობისათვის მოსული. აი ცოდვის ალოგიკურობა და საშინელება, რომელსაც უნდა გაურბოდეთ და ნუ ეხლა ამ თემაზე აღარ გავაგზავნებ, ჩვენ შურთან დაკავშირებით ჯერ გვისაუბრია რამდენად საზიზღარითვისება ადამიანისა და თანაც რაღაცა გაუგებარია წუხარება სხვის სასიკეთესაზე და როგორ შეიძლება ვიღაცა კარგად არის, თემური კარგად არის, ბედნიერია და მე ვიყავ სულდად ამის გამო და უსკდებოდე გულზე და ბოღმა მაგჭობდეს, რომ რატოა ეს კარგა? აი გაუგებარია, ხო? პირიქით, შენ თუ გიყვარს, უნდა გიხაროდეს, ხო? რაც მეტი ადამიანი იქნება, კარგად შენს გარშემო, შენ ეს უნდა გაბედნიერებდეს და ეს უნდა გიხაროდეს. და არა პირიქით. და ეხაც მივიდა ესე ჩასაფრებულები რა, რომ რაღაცა უნდა მოუძებნონ. ეხა სულ მიზეზს ეძებენ და ეს მიზეზი ვერ იპოვეს, მაგ იცით თქვენ, ხო? აი გახსოვთ, მე ბოლოს უკვე როცა უფალი ვიყავ პილატესთან. მიზეზს ვერ პოულობდნენ, რისთვის უნდა შეასმინონ ისო. და ბოლოს ერთ-ერთმა გაიხსენა, რომ ამასო ნაქვამი აქვს, რომ აი ტაძარს დავანგრეულ და 3 დღეში ავაშენებო. მიზეზად ეს მოუვდეს, წარმოიდგინეთ რა. და იმ მაშინ უფალის თავის თავზე საუბრობდა, იცით ხო თქვენ? და საკუთარ სხეულს გულისხმობდა. თავისი სულის ტაძარს, თავის სხეულს გულისხმობდა, რომელიც მოკდინებული იქნებოდა 3 დღის განმავლობაში, შემდეგ აღდგებოდა. მას როგორც ღმერთს, რა თქმა უნდა, ფიზიკურადაც შეეძლო. თვითონ ის ქვით ნაშენი ტაძარიც დანგრეული აღედგინა, მაგრამ ამას არ აკეთებს. და ეს არც უგულისხმია მას. ერთადერთი მიზეზი აი ესა, რასაც მოიფიქრებენ რა. თორე არანაირი მიზეზი, აი მთელი სამწელიწად ნახევარ ჩასაფრებულები არიან, აი საწყალი ადამიანები, რომ რაღაცა მიზეზი მოიფიქრონ, რის გამოც მოიშორებენ და დაჟიან უფალს. და მიზეზი რა არის? ამ ყველაფრისა ესეთი ქცევისა შური აუდიტორია მოაკლდა მათ და ქრისტესთან გადაინაცვლა ამ ხალხმა. ფული მოაკლდა, პატივი მოაკლდა, დიდება მოაკლდა, ხედავთ რა ხდება? ეს არის ძალიან მძიმე რამე, ჩემთვის ვიფასებო და ამიტომ მინდა რომ ვიფიქრო ჩვენ ამ ყველაფერზე, იმიტომ რომ ნუ გეგონება და ნუ განჟით ისე რომ ის იმად დაემართა და ჩვენ ამ ყველაფრისაგან თავისუფალნი ვარ და ჩვენ არ შეიძლება არასოდეს ეგეთი რამე რომ დავიმართოს ტყუილებს. ჩვენც ისევე შეიძლება დაგვიმართოს და ჩვენ ზუსტად ისეთივე ცოდვილი ადამიანები ვართ, როგორიც იყვნენ ისინი და ამიტომ ვიყო ძალიან ფრთხილად და ძალიან დიდი ყურადღებით მოვეკიდოთ საკუთარ სულიერ ცხოვრებას და ნუ გავერთობთ სხვების ცხოვრების გაკეთება. ანუ გითხოთ საკუთარი თავი და საკუთარი ცოდვები, მით უმეტეს რომ ეხლა მარხვა არის და აი ამის ყველაზე საუკეთესო პერიოდი გვაქვს მოსული. ეკითხებიან ახლა უფალს რა, თავიანთი ჭკუით მოიგონოს ახლა რაღაცა.
რაისათვის მოწაფენი შენი გარდავლელი მოძღვრებასა ხუცესთასა რამე თუ არა დაიბანიან ხელნი რაჟავს ყურსა სჭამო ეხლა შეკითხვას დააკვირდით თვითონ რა შენი მოწაფეებიო ხუცესების მოძღვრებას რატომ გადადიან ღვთის ჯულსო იმას კი არ ეკითხებია ხუცესების მოძღვრებასო ანუ რატო არ ღვევენ შენი მოწაფეები ხუცესების მოძღვრებას და ხელებს რატო არ იბანენო ჭამის სტილი ებრაელებს ჰქონდა ტრადიცია იდაყვებამდე იბანდნენ ხელებს დღემდე აქვთ ეს ტრადიცია სხვათა შორის იდაყვებამდე იბანდნენ ხელებს ჭამის სტილი ანუ აი ამ გარეგნულ ხორციელ სისუფთავეს ისინი ძალიან დიდ ყურადღებას აქცევდნენ და შინაგანი სულიერი დავიწყებული ჰქონდათ რასაც უფალი საყუდურობს კიდევაც მათ ხოლო იესო მიუგო და რქვა მათ და რაისათვის თქვენსა გარდახვალთ მცნებასა ღმრთისასა მოძღვრებითა თქვენითა უყურეთ უფალი როგორ უპირისპირდება მათ იმათ მოხუთხეს რომ ხუცესების მოძღვრებას რა გეგონება ხუცესები ეხა დიდი ვინმეები იყვნენ ის ხუცესები თვითონ იყვნენ უკვე დაბრმავებული და გაუკუღმართებული ხალხი რომლებსაც უკვე აბსოლუტურად არასწორად ესმოდათ ღვთის ჯული და სულ გამოცლილი იყო მათთვის ეგ ღმერთის ჯული და არასწორადვე ასწავლიდნენ ხალხს და უფალი მათ უყურენ ტკივნეულ ადგილზე ურტყავს და საყუდურს და ეუბნება რომ თქვენ რატომ გადადიხართო და თქვენი ხუცესებიო აი ეს ხუცესები რომლებიც გამოც თითქოს თქვენ მე საყუდურო რატო გადადიანო ღვთის მცნებასო და ამით უფალი უპირატესობას აჩვენებს რომ ღმერთის მიერ ნახადაგები და ღვთის მიერ მოცემული ჯული ბევრად უპირატესია ეუბნება ვიდრე თქვენი ხუცესების მიერ დაწესებული რაღაცა გარკვეული კანონები და ეს თქვენი ხუცესები და თქვენი მოძღვრები რატო არ ღვევენო ღვთის მცნებასო ღმერთი იქით უტრიალებს იესო მათ შეკითხვით რამე თუ ღმერთმა თქვა პატივეც მამასა შენსა და დედასა შენსა შეაგონებს და შეახსენებს მათ უფლის მცნებას 10 მცნებიდან ერთ-ერთს რომელსაც სამწუხაროდ ჩვენ ძალიან ხშირად გადავდივართ ხო და მხოლოდ მაშინ გვეწყება სინანული და სინდისის ქეჯნა როდესაც უკვე მშობელი აღარ გყავს თორემ მანამდე ძალიან რთულია ძნელია მე ამასთან დაკავშირებით მithkoms კიდევ თქვენთვის რა ერთ ჩემ მეგობარია და ერთხელ რაღაცა სუფრასთან ვიყავ ჩეკრებილი და მშობლების სადვიძელო დაილია მაშინ თქვა ესეთი სიტყვები რა მაშინ მივაქციე პირველად მე ამას ყურადღება მანამდე არ მიფიქრია ამაზე რა ყოველთვის ვსვავდით ხოლმე რომ აი მშობელი უნდა გიყვარდეს და ასე შემდეგ მშობლის სიყვარული ადვილია და ვერც ერთი ადამიანი ვერ იტყვის რომ მას მშობელი არ უყვარსო ყველას უყვარსო თავის მშობელი მაგრამ პატივისცემა ძნელია აი პატივისცემა არის საქმეში გამოხატული სიყვარული უფალიც ბრძანებს გაიხსენეთ რომელსა უყვარდე მე ცნებანი ჩემი დაიმარხება ანუ ვისაც მე უყვარვარო ჩემი ცნება დაიმარხოსო და ის აღასრულოსო ანუ ხედავთ როგორ პირობას დებს უფალი თუ გინდა რომ დაგიჯერო რომ გიყვარვარ ჩემი ცნება აღასრულე და მე დავიჯერებ რომ გიყვარვარ თუ შენ ჩემ ცნებას არ აღასრულებ მაშინ ჩემთვის შენი სიყვარული ყალბია ფუჭია ესე არის მშობლის სიყვარული ჩემს ვიფასებით ჩვენ ხშირად შეიძლება ვიბრალოთ რომ მშობელი გვიყვარს მაგრამ არ ვიქცევით ისე როგორც მშობელს გაეხარდება და როცა არ იქცევ ისე როგორც მშობელს გაეხარდება ხო მე ხალხ რა თქმა უნდა ლაპარაკი არის ჯანსაღ მშობლებზე ნუ ეხლა შეიძლება იყოს შეურაცხადი ადამიანი ეხლა ესეთებიც ხდება ხოლმე და ეხლა შეურაცხად ადამიანს კოჩს ვერ გაუგურებ გასაგებია და იმის გამო თქვა შეურაცხადი ვერ გახდები შენც ან თუ თქვა რაღაცა უზნეობისკენ გიბიძგებს და რაღაცა უჟულოებისკენ და უღმერთობისკენ იმის გამო რომ მშობელი გიბიძგებს ამას ვერ გააკეთებ იმიტომ რომ შენთვის გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი არის მცნება რომ ღმერთი გიყვარდეს და მის წინაშე იყო მართალი მაგრამ როდესაც მშობელიც მორწმუნეა ნორმალურია და უნდა რომ შენც ნორმალურს გხედავდეს ზნეობრიws მოწესრიგებულს კარგ ქრისტიანს და შენ არ იქცევი ესე რომ იყო მადლიერი ადამიანი მადლიერი შვილი ღვთისაც და შენი მშობლისას და იქცევდე შესაბამისად ამას არ აკეთებ და სუფრასთან განსხვავებული ცვა მშობლის ადრეგზელოს აი ეს ყალბია
არ დაიჯეროთ ეს. ხო და ის სწორედ ამას შეახსენებს ახლა რა. შეახსენებს ერთ-ერთ მცნებას, მნიშვნელოვან მცნებას, რომელიც ისევე როგორც სხვა დანარჩენი მცნებები დავიწყებული ქონდა და თავიანთ მიერ ინტერპრეტირებული აი ამ ფარისევლებს და აქადაგებდნენ ხალხშიც. პატივეც მამასა შენსა და დედასა შენსაო და რომელმან თქვას ბოროტი მამისათვის გინდა დედისა სიკვდილით მოკვედინო. ხედავთ მოსეს ჯული როგორი მძიმე იყო. სიკვდილს პირდებოდა ადამიანს, რომელიც მშობელს შეურაცხყოფდა. ხოლო თქვენს თქვით, რომელმა რქვას მამასა თუ ისა გინა დედასა თუ ისა ნიჭი, რომელიც ჩემგან სარგებელ გეყო და არა პატივის წეს მამასა ანუ დედასა თუ ისა. ესე ვითართა დაუმტკიცებელ ყავთ მცნება ღვთისა მოძღვრებითა თქვენით. ჩვენს უმადურობაზე ლაპარაკობს. და ეუბნება მათ და ამით ჩვენც, იმიტომ რომ ჩვენ ამაზე ბევრჯერ გვისაუბრია, რომ თითოეული სიტყვა, რომელთაც უფალი მიმართავს, მოციქულებს იქნება თუ ფარისევლებს იქნება თუ თავის თანამედროვეებს, გახსოვდეთ, რომ სახარება არის მარადიული სიტყვა, რომელიც მარადისობაშია ნათქვამი. ჩვენთვისაც ისეთივე აქტუალურია დღეს, როგორი აქტუალურიც იყო პირველ საუკუნეში. და ესეთივე აქტუალური იქნება მანამ სანამ ეს ქვეყანა იარსებებს. 100 საუკუნე რო იარსებობს, კიდე აი 100 საუკუნის შემდეგ რო ადამიანი დაიბადება, იმისთვისაც ისეთივე აქტუალური იქნება უფლის სიტყვა, როგორიც არის დღეს და როგორიც იყო მაშინ. იმიტომ რომ ეს ზედროული არსების მიერ არის ნაკადაგებული ღვთის მიერ. და უმადურობას აყვედურობს, აი სწორედ იმას, რაც გეუბნებოდით, რომ თქვენ კი იცით თითქოს უფლის ჯული, რომ მშობელს პატივი უნდასე, მაგრამ თქვენ უმადურები ხართ. ამადლით შენ მშობელს რაღაცას არსენ პატივს და დაუმტკიცებელ გიყოფიესოს ჯულიო ღვთისაო. ანუ არ იცავთ თქვენ უფლის ჯულსო. თქვენ მე ხუცესების ჯულზე მელაპარაკებით, ხუცესების მიერ დაწესებულ რაღაცაზე და მე თქვენ ღმერთის მცნებას შეგახსენებ. და იცავთ თქვენ, ვისაც ხალხში ღვთის სიტყვის ქადაგება გევალებათ. ვინც იქით უნდა იყოთ მქადაგებლები ჭეშმარიტებისა, თქვენ თვითონ იცავთ კი ღვთის მცნებას? თქვენ რო გინდათ რომ ხალხი თქვენ მცნებას იცავდეს? ან კი ვინ გითხრათ თქვენ და ვინ დაგავალათ რომ თქვენ მცნებას უნდა ასწავლიდეთ და არა ღვთისას? და უცნაური რა არის, იცით რომ ყოველი ესეთი რამდენჯერად შეტევას მიიტანენ ეს ფარისევლები იქნებიან თუ წიგნობრები თუ მდელთავრები და ასე შემდეგ. იმდენჯერ წინასწარ მათ თავიანთი აპარტამენტების გამო გონიათ და დარწმუნებულნი არიან რომ გამოიჭერენ ახლა უფალს. მაგრამ ყოველთვის რჩებიან გაწმილებული და თან რჩებიან გაწმილებული სახალხოდ. იმიტომ რომ უფალი სახალხოდ პასუხობს მათ და არ ცხვენს მათ. და ხალხი ხვდება რომ ქრისტეა მართალი და არა ისი. და ეს მათ მორუტებას და მათ შურს და მათ ბოღმას კიდევ უფრო და უფრო ამძაფრებს და კიდევ უფრო და უფრო ზრდის. და ბოლოს ვიღებ ჩვენ კულმინაციას, ხო? რომ გადაწყვეტენ, რომ მოკლათ რა. რატო? ისი გულისათვის. იმიტომ რომ გამხელს. და დაფიქრდი იმაზე რა, რაში გამხელს. იქნებ შენთვის სიკეთე უნდა და იმიტომ გამხელს. მაგრამ არა, ამ პარტაულ ადამიანს არ უყურს მხილება. ორგულნო აი ხედავთ ორგულებს უწოდებს არ გასაჯერ პასუხი რა და მერე უკვე ტუქსავს იქი ჩეტევაზე გადავიდა უფალი კეთილა წინასწარმეტყველებდა თქვენთვის ესაია და თქვა მახლობელ არს ჩემ და ერი ესე პირითა მათითა და ბაგითა მათითა პატივცემს მე ხოლო გულნი მათნი შორს გავშორებულ არიან ჩემგან ესაიას წინასწარმეტყველება შეახსენა უფალმა იესო როგორც ღმერთმა კარგად იცის ყველა წინასწარმეტყველება, იმიტომ რომ თითოეული წინასწარმეტყველი სწორედ მისი სულით ქადაგებდა და მისი პირით ქადაგებდა და შეახსენა ესაიასგან ნათქვამი წინასწარმეტყველება. და თქვენზე თქვაო ზუსტად ეს სიტყვებიო ესაიანო, რომ ეს ხალხიო ხოლო პირით თავისი ბაგით პატივცემსო მეო, ხოლო გულნი მათნი შორს განშორებულ არიანო ჩემგანო. და თქვენ ხართო ზუსტად ეს ხალხიო,
ეხლა როგორია მაგათთვის ეხლა წარმოვიდგინეთ ამის მოსმენა. ჯერ ისედაც თავიანთი გაჭირვება აქვს, რომ ხალხს კარგავენ, მათ არავინ აღარ უსმენთ. იესოს უსმენენ და ეხლა ამ დროს, იმ დროს, როცა მივიდნენ და გონიათ, რომ აი ეხლა გამოიჭერე, აი ეხლა ამხენენ და დაუმტკიცებენ ხალხს, რომ როგორი მატყუარა იესო და როგორ მათთან უნდა მივიდნენ ისე ხალხი და მათ დაუჯერონ და ამ დროს ისევ გაწმილებულნი რჩებიან. და იქით ამ ხელს კიდე უფალი და იქით შეტევაზე გადადის. ეხლა წარმოვიდგინეთ ეხლა მაგათ გულში რა ხდება რა ბოროტება. და რა დონეზე იბოღმებიან ამ ყველაფრის გამო. გრძელდება წინასწარმეტყველება. ამაოდ მსახურებენ მე, რამე თუ ასწავებენ მოძღვრებასა და მცნებასა კაცთასა. ხედავთ? ადამიანთა მცნებებს ასწავლიან ხალხს და არა ღვთისას. და ამიტომ ამაოდ მსახურებენ, ანუ მათი მსახურება ჩემთვის არ შეიწირება ჩემ წინაშე. ფუჭია. ჩაუყარა წყალში ყველაფერი უფალმა მათ. გადაუსვა ხაზი. თქვენ მხოლოდ გარეგნულად გამოიყურებით როგორც ჯულის მასწავლებლები, თორე ჩემ წინაშე შეწირული არ არის თქვენი ღვაწლი ეუბნება მათ. თან ეუბნება სულიწმიდის სპირით. ესაა წინასწარმეტყველის სპირით, რომ მათ კიდევ შარი არ მოძდო, რომ ეხლა შენ გვეუბნები რაღაცას. წინასწარმეტყველება შეახსენ. და წინასწარმეტყველებიდან ამხილა სწორედ ისინი. და მოუწოდა ერთს ამას და ეტყოდა. ისინი ამხილა, საკადრისი პასუხი გასცა უფალმა, ეხლა უკვე ხალხს მიმართავს. ისმინეთ და გულისხმა ჰყავთ. არა თუ პირით შემავალი შეაგინებს კაცსა, არამედ პირით გამომავალი შეაგინებს კაცსა. პირიდან შესულიო, არაფერი არ შეაგინებსო ადამიანსო. შეაგინებს, ანუ შებილწავს. სულიერად. რაც არ უნდა დაუბანელი ხელი ჭამო. ის შენ სულიერად არ დაგაზარალებს. მაგრამ აი პირიდან რაც გამოდისო, აი ის ნამდვილად დაგაზარალებსო რა. იმიტომ რომ უფალი ბრძანებს თვითონ და შემდეგ პავლე მოციქულის განმარტავს ამ სიტყვას, რომ სავსებისაგან გულისაო ენა იტყვისო. ანუ ენა ამბობს იმას, რაც გულში ტრიალებს. და გულში რაც ტრიალებს, ის არის შენი სინამდვილე. ის არის შენი სარკე, ის არის შენი რეალობა, შინაგანი სულიერი. და არა ის, როგორც ხალხს გონი ხარ. აი გულში რაც გიტრიალებს, შენი ფიქრები, შენი გულის თქმები, ის ახარ შენ სინამდვილეში. თუ გინდა რომ საკუთარი თავი დაინახო და საკუთარი სული დაინახო. და სავსებისაგან გულისაო პირი იტყვისო, ანუ გულში რაც ვეღარ ეტევა, გადმოდის პირიდან. და აი პირიდან რაც გადმოდისო, აი სწორედ ის შეაგინებს ადამიანს უფალი ამბობს რა. დამით კიდევ ერთხელ ამ ხელს წერტილს უსვავს ფარისევლების იმ შეკითხვას, რომლებიც მივიდნენ და ეკითხებიან, რომ რატომ არიბანენ შენი მოციქულები ხელებს ჭამის წინ. უფალი ეუბნება, რომ ეს იმდენად მეათე ხარისხოვანია, რაზეც რა თქვენ ვითომ ჩემს ამხილებლად მოყვებით, რომ ლაპარაკადაც კი არ ღირს. თქვენ იმდენად მძიმეს არ ღვევთ და აშავებთ ამასთან შედარებით, რომ სასაცილოა საერთოდ ეს. ამით უფალი იმას კი არ ამბობს და იმისკენ კი არ მოგვიწოდებს, რომ ჩვენ დაუბანელი ხელები ვჭამოთ ხალხო, არა. ესეც კარგად მინდა რომ გაიგოთ. ან სისუფთავის მოწინააღმდეგე კი არ არის უფალი? არა. უბრალოდ მერტი საუბრობს აქ პრიორიტეტებზე, რა უნდა იყოს ადამიანისთვის მთავარი და რა მეორე ხარისხოვანი. რას უნდა მიაქციოს პირველ რიგში მან ყურადღება? რომ პირველ რიგში სწორედ მნიშვნელოვანი არის სულიერი განწმენდა, სულიერი სისუფთავე შენი. და შენ თუ ამაზე არ ზრუნავ, მაშინ ამაოა ეს შენი ხორციელი სისუფთავე. სულ დღეში 100 ჯერი ბანდე, ხელებსაც და მთელ ტანსაც, სული თუ გაქვს დაბინძურებული, რა გეშველება? ეს შენი დაბანილი სხეული, ჭიების და მატლების საჭმელი გახდება ჩვენი დღეს. გინდა დაბანილი იყოს და გინდა ჭუჭყიანი, ორივეს ერთნაირი გემრიელი არომატით და მადით შეექცევიან ჭიები და მატლები რა, მაგრამ აი სული ნამდვილად ძალიან მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდება, როდესაც განუბანელი იქნება ღვთის წინაშე თავისუფლებისაგან. აი ამაზე არის საფიქრალი, ეს არის ერთადერთი საზრუნავი ადამიანისა სინამდვილეში. მაშინ მოუხდეს იესოს მოწაფენი მისნი და რქვეს მას.
ნუ ალბათ წარმოგიდგენიათ ეხლა როგორი გაწმილებულები და გაბოროტებულები წავიდნენ ფარისევლები მისგან. მიდიან მოწაფეები მასთან და ეკითხებიან, ეუბნებიან. უწყია რამე თუ ფარისეველთა რა ესმა სიტყვა იგი დაბრკოლდისო. იციო რომ შენ რაც უთხარი ეხლა ფარისევლებს ამიტომ ისინი დაბრკოლდნენ. მოციქულები ეუბნებიან. ხოლო თავად მან მიუგო და რქვამად. ყოველი ნერგი რომელი არა დანერგა მამამან ჩემმა ზეცათამან ზირითულთ აღიფხრას. ხედავთ როგორი მკაცრია უფალი? ეს ძალიან მნიშვნელოვანი თემაა სხვადასხვა. ყოველი ნერგი რომელი არა დანერგა მამამან ჩემმა ზეცათამან ზირითულთ აღიფხრას. დაახლოებით ამავე საკითხზე ჩვენ მე მგონი წინაზეც ვისაუბრეთ, რომ რას ნიშნავს? ანუ ვიღაცა დანერგა მამან და ვიღაცა დანერგა ეშმაკმა, ვიღაცა ღვთისაგან არის დაბადებული და ვიღაცა ბოროტისაგან, ვიღაცა სასუფეველისათვის არის გაჩენილი და ვიღაცა ჯოჯოხეთისთვის, ესე არა. ანუ როგორ უნდა გავიგოთ ჩვენ ეს? ჩვენ ესე უნდა გავიგოთ, რომ ადამიანი თავისუფალნებით რა არჩევანს აკეთებს. და ღმერთი როგორ ზედროული არსება, წინასწარ განჭვრეტს ამ ყველაფერს და დანახული აქვს მას, ვინ რა არჩევანს აკეთებს სიცოცხლის ბოლომდე. ღმერთისთვის თითოეული ჩვენთაგანი ცხოვრება ბოლომდე დასრულებულია, ხელის გულზე დევს. ოღონდ კიდევ ერთხელ გეტყვით, ეს მნიშვნელოვანი მომენტია და ამაზე ბევრჯერ შეგახსენეთ ხოლმე და გაუცვალ ხას. იმიტომ რომ ბევრს ერევა ხოლმე და რაღაცა ბედისწერის ამბებში იხლართებიან ხოლმე და ესე არ არის. ღმერთმა რომ იცის ჩვენი მომავალი, არა იმიტომ რომ მან ეს ჩვენ დაგვიწერა რომ ჩვენ ხვალზე ამას ვიზამთ, იმას ვიზამთ, არა. ღმერთმა განჭვრიტა წინასწარ ჩვენი მომავალი. იმიტომ რომ ღმერთისთვის არ არსებობს დრო, არ არსებობს წარსული აწმყო, დრო ქმნილებაა თვითონ. და ღმერთს დანახული აქვს ხვალ, ზეგ, მაზეგ და ვიდრე ჩვენი სიცოცხლის ხორცელი სიცოცხლის ბოლომდე, ჩვენ რა არჩევანს ვაკეთებთ? ჩვენი ნებით. და აი ამაზეა ლაპარაკი, რომ აი ამ განჭვრეტილობიდან განჭვრეტილობა განსაზღვრულობაში არ აგერია. განსაზღვრულობა ბედისწერის აღიარებამდე მიგიყვანს. მაგრამ განჭვრეტილობა არის ჯანსაღი მოვლენა ღვთისაგან, იმიტომ რომ ეს ღვთისთვისებაა. ღმერთი ესეთია. ღმერთმა იცის წინასწარ ყველაფერი. იმიტომ რომ დანახული აქვს მას ეს ყველაფერი. და არა იმიტომ რომ მან ეს დაგვიწერა რომ მე ამას ვიზავ, თემური იმას იზავს, ეთერი დეიდა ამას იზავს, ესე არ არის. დაინახა უბრალოდ ჩვენი ნები ჩვენ რას ვაკეთებთ და აქედან გამომდინარე მუშაობს მე ღმერთის განგებულება ჩვენთან მიმართებაში. რომ აგვაცდინოს რაღაცა დიდ შეცდომებს და ტკივილებს რა. თუ შეძლო. და ეხლა მოციქულები რომ ვითომ ფარისევლებს აწოდებენ უფალს, რომ შენ რას თქვიო ეხლა ისინი დააბრკოლებ მაგითიო. და გაბრაზებულები წავიდნენ. უფალი ეუბნება რა, რომ აი მამამ თუ არ დანერგაო რა, სწორედ იმად გულისხმობს რა. ძირითურთ აღიფხრებიან ისინი რა. ან უფალს წინასწარ დანახული და განჭრეტილი აქვს, რომ ეს ის ხალხია, რომლებიც უნანელად დაასრულებენ თავიანთ ცხოვრებას რა. მათთვის ზეცი და გარდამოსულ განკაცებულ ღმერთსაც ჯვარზე გააკრავენ და მერე სიცოცხლის ბოლომდე არ ინანებენ. და აი ამ განჭრეტილობიდან გამომდინარე ამბობს უფალი ამ სიტყვებს. რომ ეს ის ნერგები არიან, რომელიც აღიფხრებიან ძირითურთ თავიანთი არასწორი უკეთური არჩევანის გამო. უტევენით ეგე გაანებეთო მაგას თავიო, უფალი ეუბნება. შეეშვითო, რამე თუ ბრმანი არიან და წინამძღვარნი ბრმათანია. თვითონაც ბრმები არიან და ბრმებს წინამძღვრობენო. ანუ ბრმებს უწოდებს იმ ადამიანებსაც, ვინც მათ აღიარებთ და მათთან მიდიან როგორც ჯულის მოძღვრებთან. და საწყალი ხალხიაო ეგენი უფალი ამბობს. თვითონაც ბრმები არიან და სხვებსაც ბრმებს სხვა ბრმების წინამძღვრობასაც შემულობენ. ხოლო ბრმაი ბრმასა თუ წინა უძღვინ ორნივე თხრებლსაც თაცვებიან. და ბრმა თუ ბრმის წინამძღვრობას დაიბრალებსო ორივენი ორმოში აღმოჩნდებიან. იმიტომ რომ ვერც ერთი ხედავს იმ ორმოს, რომელიც ამზადებული აქვს ეშმაკს მისთვის და ვერც მეორე. მიუგო პეტრე და რქვა მას, გამოგვით არ მანე ჩვენ იგავი ესე. ხოლო იესო რქვა მას, თქვენცა უგულისხმოვე ხართო. პეტრე ეუბნეო რომ ერთიო გასაგებად გითხარიო ჩვენთვის რა და რა თქვენც ვერ ხვდებით თუ უფალი საყოველთაოს სევდიან. და არა გიცნობი ეს რამე თუ ყოველი რომელი შევალს პირით
მუცლად შევალს და განსავალით განვალს. რაო, არ ვიცი თო? არ დაკვირები ხარ თუ ამდენი ხანია, რომ პირიდანაც შედისო, მუცელში ჩადისო და მერე კუჩი გადის ადამიანიო. ხოლო გამომავალი პირით გულისაგან გამოვალს და იგი შეაგინებს კაცსაო. აი რაც გითხარ. პირიდან რაც შედისო, ის მიწის კუთვნილებაა. მაგრამ აი პირიდან რაც გამოდისო, ის უკვე გულიდან გამოდისო. და ის შეაგინებს ადამიანს უკვე. თუ უკეთური გამოდის, რასაკვირველია თორე ხა თუ უკეთილი ამოდის ადამიანის პირიდან, ის კი არ შეაგინებს პირიქით. ამიტომაც აქვს უფალს ნათქვამი, რომ ჩვენ ვისაუბრეთ ამ სიტყვებზე უკვე და განვიხილეთ და განვარტეთ, რომ სიტყვათა შენთაგან გამართლდე და სიტყვათა შენთაგან დაისაჯო. სიტყვათა შენთაგან, რომელიც სწორედ გულიდან გამოდის. ან გამართლდები, ან დაისაჯო. რამე თუ გულისაგან გამოვლენ გულის სიტყვანი ბოროტნი, კაცის ყლანი, მრუშებანი, სიძვანი, პარვანი, ცილის სამებანი, გმობანი, ხედავთ რეები გამოდის ადამიანის გულიდან? ესენი არიან, რომელიც შეაგინებენ კაცსა, ხოლო უბანელითა ხელითა ჭამაი არა შეაგინებს კაცსა. აი ეს შეაგინებსო ადამიანსო. აი ის ნებები, რომელიც გულიდან გამოდის ადამიანისო. და ჩვენ ხშირად ვართ სამწუხაროდ ამ მდგომარეობაში და ამაზეც ბევრჯერ ვისაუბრია მე თქვენთან, რომ ადამიანი თავს იტყუებს და გონია, რომ გარეგნულად რაც ჩანს და ადამიანები რომ ტაშს უკრავენ, გონია, რომ მართლა ესეთი კარგია. და ხორციელად რომ ბოროტებას არ აკეთებს და არ სწოდავს. და ჩემი მაგალითის მომიყვანია მე თქვენთვის, რომ მე წლების განმავლობაში ვეძებდი ხოლმე რა. იმდენად დაბრმავებული ვიყავი საკუთარი ამ პარტავნებით, რომ ვეძებდი, რა ცოდვა მქონდა რა, იმიტომ რომ გარეგნულად არ ცოდავდი რა. ვერ ნახავდი თქვენ ვერც ერთ ადამიანს, რომელიც მოვიდოდა და იტყოდა, რომ აი ამ კაცმა ეს დააშავა. ვერ ნახავდით ეგ პირიქით. სანიმუშო და თითით საჩვენებელი ვიყავი, რომ აი ესეთი უნდა იყოს ადამიანი. და მეც მჯეროდა ეს. ძალიან ადვილად დავიჯერე. და მე არ მეგონა, რომ ღმერთი ჩემი გულისთვისაც გაეკრა ჯვარზე, რომ მეც მჭირდებოდა ხსნა. არ თვლიდი მე ამას. აი ესეთი დაბრუნებული იყო, აი ეს ახასიათებს სოდვას, ამპარტავნებას, სიბრმავეს. და როდესაც იცი, როდის დავინახე ჩემი თავი და ჩემი სინამდვილე, როცა გულში ჩავიხედე. აი როცა გულში ჩავიხედე, მტრისას იქ იმისთან აღმოვაჩინე რა. კინაღამ გული გამისკდა. აი მაშინ იყო რომ პირველად დაეუფლა ჩემს გულს სინამდვილე რა და იმის შემდეგ აი ძნობას უფრთხილდები და უვლი სათუთად. რომ აღარ დამეკარგო საქმე. ამიტომ თუ დღეს კიდევ არიან თქვენ შორის ისეთი ადამიანები, რომლებსაც გგონიათ და წვალობთ აღსარებაზე მისვლის წინ, რომ მე იცით როგორა ვარ, მამაშალოსაც ვთქვავს ადრე რა, რომ აი აღსარების თქმის შემდეგ მომენტალურად შემიძლია ისევ აღსარება თქვა. იმდენი რამე მახსენდება, იმდენი რამე მაწუხებს, იმდენი რაღაცა მიტრიალებს სულში, გულში. იმდენ რამეს განვიცდი, სულ მომენტალურად. ხორციელს არა ხალხო, გულში რაც ხდება, ფიქრებში რაც ხდება ის. ხო და აი თუ გინდათ რომ თქვენს თავს უშველო, თუ გინდათ რომ თქვენი სულის ჭეშმარიტი სახე დაინახოთ, გულში ჩაიხედეთ. ხო ევედრებით უფალს ახლა ამ მარხვაში რომ მომეცმე უფალო განცდა თვისთა ცოდვათა და არა განკითხვაც მისე ჩემისა. ხო და აი გულიანად ევედრეთ და ღმერთი დაგანახეთ თქვენ სინამდვილეს, თქვენს რეალობას. და დაგეუფლებოთ ჭეშმარიტი სინამდვილე. და ნახავთ რამხელა სიხარული შეცვლილია ეს განცდა. და წარვიდა მიერ იესო და მივიდა ადგილთა ტვიროსისა და სიდონისათან. ანუ წავიდა იმ ადგილიდან და გადავიდა სხვაგან. და აჰაესერა დედაკაცი ქანანელი საზღვართა მათგან გამოვიდა, ღაღადებდა და იტყოდა: შემიწყალე მე უფალო ძეო დავითისო, რამე თუ ასული ჩემი ბოროტა დეშმაკეულ არის. ანუ ხდება კიდევ ერთი საინტერესო რამ. მოდის ქანანელი ადამიანი, დედაკაცი და ქანანელებზე ჩვენ ვისაუბრია, რომ ესენი იყვნენ არა იუდეველები,
უცხოტომელები, რომელიც უსჯულუნი იყვნენ, რომლებიც არ აღიარებდნენ ჭეშმარიტ მერձს, მათ თავიანთი წმენა ჰქონდა და თავიანთი წარმოდგენები ჰქონდათ და ებრაელები, იუდეველები ქანანელებს საუბრის ღირსად არ თვლიდნენ, უწმინდურებად მიიჩნევდნენ მათ და მათ არც კი უჩერდებოდნენ სალაპარაკოდ. წარმართებად ითვლებოდნენ ქანანელები. და ქანანელის მაგალითი უფალს ბევრჯერ მოყავს სხვათა შორის. და სამხილებლად მოყავს ვითომ ჭეშმარიტი ისრაელელებისა რა. გახსოვთ ალბათ ხო კეთროვნებიდან როცა 10 კეთროვანს გააკოვნავს უფალი ერთი რომელიც მადლიერების ნიშნად დაბრუნდება ქანანელია. მოწყალე სამარიტელის იგავით გახსოვს ხო რომ ლევიტელი გაივლის, მოდელი გაივლის, ყურადღებას არ მიაქცევს იმ გაჭირებულ ადამიანზე ქანანელი უპატრონებს. ანუ ხშირია ესეთ შემთხვევა. ეხლაც იგივე ხდება, უყურეთ ქანანელი მიდის დედაკაცი. ანუ წესით უფალს მისთვის საერთოდ ყურადღება არ მიექცია, ხო? როგორც იუდეველს. და ისიც როგორი გაჭირებულია, რომ მიუხედავად იმისა, რომ იცის, რომ ქანანელებს დიდ ყურადღებას არ აქცევენ, მაინც მიდის რა, თავისაც ცდილობს. რომ შვილი მყავსო ძალიან მძიმედო რა, ასულიო, ჩემიო. ბოროტად ეშმაკეულარსო. შეპყრობილიაო ბოროტისაგან. ხოლო იესო არა მიუგო მას სიტყვა. ეხლა მიაქციეთ ყურადღებათ. აი ნახეთ, ძალიან საინტერესო მომენტია. უფალი არ აქცევს ყურადღებას, იგნორს უკეთებს. უფალი რომელმაც ყველას სატკივარი იცის, ყველას გაჭირება იცის, ყველას ტკივილი გუნდთან ახლოს მიაქვს. მანამდე იცის ადამიანის სატკივარი სანამ შენს თხოვდე მას რამეს. ესეთი უფალი იქცევა ერთი შეხედვით უცნაურად და ალოგიკურად ჩვენთვის გაუგებრა. ყურადღებას არ აქცევს, ზავლად არ აქცევს. არა მიუგომა სიტყვაიო, აგძელებს გზას, თითქოს ვერ შეამჩნია. არა და ის ეღალღადება და ეხვეწება, რომ ეხვეწებიო, ყურადღება მოქცეო. თან ძეო დავითისაო ესე მიმართავს. პატივისცემას გამოხატავს მაქსიმალურად. და მოუხდეს მოწაფენი იესოს და რქვეს მას განუტევ ესე რომელი ღაღადებს და შეგვიდგს ჩვენო. ეხლა მოწაფეები ისევ აქტიურობენ, თქვენ არ გაგიკვირდეთ ხოლმე ეს მოწაფეების აქტიურობა რა. გინდა წინა შემთხვევაში როცა ეუბნებიან რომ აი ფარისევლები დაბრკოლდნენ, გინდა ამ შემთხვევაში მოწაფეები ჯერ პატარები არიან სულიერად რა. მათ გაზრდა ჭირდება ძალიან. და ჯერ აი რაც შეუძლიათ, როგორც შეუძლიათ, რასაც ხედავენ, როგორც ხედავენ, აი იქიდან აზროვნებენ და იქიდან მოქმედებენ რა და ეხლა ამათ გონიათ რომ უფალი მართლა ყურადღებას არ აქცევს და ეხლა ესენი უფრო კაცმოყვარეები არიან, გესმის? ესე გონიათ. და მივიდნენ და გეხვეწებიო რა, გაუშვეს, იმას ქენიო რა. მიაქცია ამას ყურადღება, იმიტომ რომ ვაწუხებსო რა. შეწუხდნენ. ღაღადებს და შეგვიდეთ მოგვაბეზრაო თავიო რა. ისიც როგორი ტიპი იყო წარმოიდგინეთ ეხლა თქვენ რა, როგორ დაიმდაბლა ბოლომდე თავი. რომ მომაბეზრებელიც კი იყო რა, ოღონდ თავისი ბიზნესთვის მიეღწია და ოღონდ როგორმე უფლის ყურადღება დაემსახურებინა რა. არ ჩერდებოდა რა, აწუხებდა, ეხვეწებოდა რომ მომაქცია ყურადღება რა, ჩემი ასული ცუდად არის. აი წარმოიდგინეთ ხოლმე თქვენ ეს სიტუაციები რა, ცოცხლა. ეხა უფალი კიდევ უფრო ამზაფრებს თავის დამოკიდებულებაზე რა. თქვა მათ იესო. არა ვიდრე მოვლინებულ ვარ გარნაც ხო ვარ თამარ წარწმედულთა სახლისა ისრაელისათა. მე მხოლოდ ისრაელიანებისთვის ვარ მოსული ამ ქვეყანაზე. უფალი ამბობს. განგებეუბნება ამას ხალხო. მიაქციეთ ყურადღება და ნახავთ ეხლა. მე ჩემი ერისთვის ვარ მოსული და შენ შემეშვი თავი დამანებეო რა. და იმ ხალხსაც კი არ ეუბნება დაჟე ამას, იმის ღირსადაც კი არ თulis, თითქოს ერთი შეხედვით, ხალხის თვალსაჩინარიდან. ანუ ეს მოციქულებს პასუხობს, თორე იმ ხალხისთვის არ უპასუხია. მოციქულებს უპასუხა რომ, იცით რაო, მე შემეშვითო რა, მე ჩემი საქმე ვიცი, მე ჩემ ხალხს უნდა მივხედო რა და ეგ უცხოტომელია რა და თავისიანებს მიაკითხოს რა. თითქოს ესე იქცევა უფალი, მიაქციეთ ნახეთ. ყურადღება ხოლო იგი მოუხდა და თაყვანისცემდა მას და ეტყო და უფალო შემიწყალე მე. ეხლა როგორც ჩანს უკვე აი გავაცოცხლოთ ეხლა სიტუაცია, როგორც ჩანს ამ დროს გაჩერდა უფალი. და ასუხობს რა და იმანას დრო იხელთა ეხლა რა და მიივიდა და თან მიაქცია ყურადღება ეხლა იმან რომ
შეიძლება უფლის არა, მაგრამ მოციქულების ყურადღება მაინც მიიპყრო თავისი მომაბეზრებლობი და მივიდა დაემხო და უფალო შეხედა ეხა ვედრებით სავსე თვალებით რომ შევიწყალებ გეხვეწებიო. ხოლო თავად მან მიუგო და რქვა მას. იესო პასუხობს: არა კეთილ-არს მოღებად პურის შვილთაგან და დაგებად ძაღლთან. ხედავთ როგორ პასუხობს უფალი? აი ესეთი რაღაცა როგორი გაუგებარია რა თითქოს ერთი შეხედვით ღმერთის პირიდან. ძაღლს უწოდებს ადამიანს, გაჭირვებულ ადამიანს, რომელსაც შვილი ყავს ავარ. უფალი. მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო, რომ ის არ არის იუდეველი და არის ქანანელი. არ არისო სწორი საქციელიო, როდესაცო შვილს გამოართმევ პურს და ძაღლს მისცემო. შენო ძაღლი ხარო და ესენი ჩემი შვილები არიან. და ეხლა ნახეთ რა ხდება ხალხო. აი ვისწავლოთ ეხლა ჩვენ თავმდაბლობა, ვისწავლოთ უბრალოება, ვისწავლოთ მორჩილება ღვთისა, დამდაბლება საკუთარი თავისა. შეხედეთ ეხლა თქვენ ამ ქალის სიმდაბლეს რა. ხოლო მან რქვა: ჰე უფალო, კი არა ეუბნება ეხლა ჩვენ წარმოვიდგინოთ ეხლა ჩვენი თავი რა დაგვემართებოდა ხო? როგორი შეურაცხყოფილები ვიქნებოდით. და ვიფიქრებდით ეს არის კაცო ის კეთილი მოწვარი და გამოუბრუნდებოდით შეურაცხყოფილი იქიდან წამოვიდოდით დავიწყებდით მე ჩვენ ხალხში ქადაგებას და ლაპარაკს რომ ეს თურმე ესეთი უძდელი ყოფილა, ესეთი უსიყვარულო ყოფილა, ესეთი უგულო ყოფილა, ძაღლი მიწოდა, ჩემი გაჭირვება საერთოდ გულთან ახლოს არ მიიტანა. ხო ესე ვიზამდი, თქო ჩავიხილოთ გულში რა. მე ესე ვიზამდი, ნამდვილად ვიცი. და ეს ქალი რა ხელა სიმდაბლეს აჩვენებს, ნახეთ ხალხო. ჰე უფალო, რამე თუ ძაღლნიცა ჭამეთ ნაბიჭევისაგან, რომელი გარდამოცვივია ტაბლისაგან უფალთა მათასა. ძაღლებიც ხო ჭამენო იმ ნამცეცებს, რომელიც მათი პატრონების სუფრიდან ძირს იყრებაო. ნახეთ ხალხო. აი ესეთი რამე ჩვენ დაგვესიზმრება, ესეთი სიმდაბლე, ესეთი უბრალოება. ო, ძაღლი კი ვარო, თქვა აღიარა, ვარო ძაღლიო. მაგრამ ძაღლებიც ხო ჭამენო არა, ძაღლებსაც ხო მის პატრონი ყვებავსო არა, რაღაცა იმ ნამცეცებითო და იმ რაღაცეებითო, რაც რჩებათო მათო მერეო. ანუ მე იმას კი არ ვითხოვ რომ შენ ის საჭმელი მომცე, რომელსაც შენ შვილებს აძლევ. არა, აი მე ძაღლსაც ეკუთვნის. ის მომეცი და მე ისიც მკმარა. ისიც საკმარისია ჩემთვის. მე იმაზე თანახმავარ, იმიტომ რომ ვიცი რომ მე ძაღლი ვარ. და მე არ ვითხოვ შენი შვილების წილს, მე ჩემი წილს ვითხოვ. ძაღლის წილს ვითხოვ. მაშინ მიუგო იესო და რქვა მას: ჰოი დედაკაცო. და აი ნახეთ, რისთვის ხდება ეს ყველაფერი და რატომ დაუშვა უფალმა ეს ყველაფერი. და სინამდვილეში რატო იქცევა უფალი ესე? უფალი ხო ღმერთია და მან ხომ იცის წინასწარ ეს ყველაფერი. და ყოველივე რასაც აღასრულებს უფალი ხალხის სასწავლებლად აღასრულებს, მით უმეტეს თუ ეს ხდება ფართო მასების თანდასწრებით. დიდარ სარწმუნოება იეგე შენი. ხედავთ, მაგალითი მოგცა ჩვენ უფალმა. დაგვანახა როგორი უნდა იყოს ჩვენი რწმენა და როგორი უნდა იყოს ჩვენი სიმდაბლე. დიდარ სარწმუნოებას აქებს ამ ადამიანს, რომელსაც ნახევარი წუთის წინ ძაღლი უწოდა. აქებს ეუბნება: ჰოი დედაკაცო, დიდარ სარწმუნოება იეგე შენი. გეყავ შენ ვითარცა გნებავს. იყოს ისე როგორც შენ გინდა და განიკურნა ასული იგი მისი მიერ ჟამიდგა. და მომენტალურად ხდება კურნება. აქ არ არის ეხლა დაკონკრეტებული მახარებლის მიერ ეს ასული, რომელიც ავადმყოფი იყო და ეშმაკეული, მასთან ერთად იყო თუ არ იყო. შეიძლება სახლში იყო და ეს იყო წამოსული და იმ ხელად რწმენა ჰქონდა, როგორც იმ ასის თავს გახსოვთ, რომელიც ევედრება, რომ ჩემი მსახური არისო, ავათო სახლშიო. რა მოსიყვარულე კაცი იყო, წარმოიდგინეთ ასის თავზე, რომ მსახურისთვის როგორ ზრუნავდა. და
და უფალი რო ეტყვის რომ მე მოვალ და განკურნავ მასო არა უფალო მე არა ვარ იმის ღირსიო და ზიარების ლოცვებში ყოველთვის კითხულობ თქვენ ამას არა ვარ იმის ღირსიო რომ ჩემს სახლში შემოხვიდეო სიტყვით ხოლოს თქვა და განიკურნოს მონაიგი ჩემი სიტყვა თქვიო სიტყვაო თქვი შენ რომ განიკურნოს მე წამს რომ განიკურნებ იმიტომ რომ შენი სიტყვა შენი მსახურია და მეც მყავსო მსახურებიო და რასაც ვეუბნებ ის სრულდებაო რა და მე ვიცი და წამს რომ შენ რომ მიტყვი ის მოხდება და იქ ესე დისტანციურად ხდება კურნება და ზუსტად ესე ხდება რომ მიდის მე კითხულობს როდის განიკურნაო და გაიხსენებს რომ სწორედ იმ დროს როდესაც უფალმა თქვა ეს სიტყვები და ეხლა აქ არ არის დაკონკრეტებული რომ ესეც იგივე შემთხვევა მსგავსი თუ არ არის მაგრამ ამას ჩვენთვის არავითარი პრინციპული მნიშვნელობა არ აქვს თავარი ის არის რომ ხდება განკურნება შეიძლება იქვე იყო ის ასული და იქვე განიკურნა ხალხის თვალწინ შეიძლება სახლში იყო სახლში ყავდა დატოვილი მაგრამ ჩვენ მოციქული გვეუბნება მახარებელი განიკურნა ასული მისი მას ჟამსეში მომენტალურად ეხლა უყურეთ აქ კიდევ ერთი სწავლება გვაქვს ჩვენ ადამიანის განკურნებისათვის რა ყოფილა აუცილებელი ეხლა ზოგს გონია მე ერთი ორი ახალგაზრდა გუშინაც მესაუბრებოდა მაგასთან დაკავშირებით რომ აი მე მგონია მამაო რომ ჩემი რწმენა არისო გამსაზღვრელიო ყველაფრისო მე როგორ მწავს მე თუ მწავს განკურნებ მე თუ მწავს იმას ეგრეც არ არის შენი რწმენა აუცილებელია მაგრამ ღმერთის ვადრი არის მე უკვე მაკურნებელი და სასწაულის მოხდები მაგრამ ღმერთ შეიძლება ძალიანაც უნდადეს შენი დახმარება მაგრამ შენ თუ რწმენა არ გაქვს ამისა ღმერთი არ დაგიხმარება შემდეგ წამდეს რომ ამას უფალი აღასრულებს აი შენ რომ ამოწურავ ყველა შენს ადამიანურ რესურსს და მიხვალ იქამდე რომ აი ღმერთის იქით გასაქცევი და გასახედი არსად არაფერი აღარ გაქვს და ღმერთს რომ მიმართავ აი მე ღმერთი გიშვებს და ღმერთი აღასრულებს უკვე იმ კურნებას და შენს დარწმუნებული იქნები და მადლიერი იქნები რომ ღმერთმა განკურნა და არა შენმა რაღაცა მიდგომა მოდგომამ და რაღაც შეწუხება ხალხის და წარვიდა მიერ იესო და მოვიდა ზღვის კიდესა მას გალილეისასა და აღვიდა მთასა და დაჯდა მო ანუ იმ ადგილიდანაც დაიძრა უფალი წამოვიდა ზღვის პირას მევიდაო გალილეის ზღვის პირასო და მთაზე ავიდა და დაჯდაო მთაზე განმარტოვება უფალს ხშირად ახასიათებს ხოლმე და ამასთან დაკავშირებითაც ვისაუბრეთ ჩვენ რომ მთაზე განმარტოვება სულიერად ჩვენთვის მოასწავებს სულიერ განმარტოვებას და სულიერ ზეახსვლას უფალთან ანუ შეიძლება შენ ფიზიკურად არ ახვიდე მთაზე მაგრამ შენი გონება უნდა აღამაღლო უფალთან მთაზე და უნდა განმარტოვდე ღმერთთან და მოუხდა მას ერი მრავალი რომელთა ყვა მათანა მკელობლები მკელობელი არის კოჭი ძველ ქართულად ბრმები ყრუნი ქვეწამძრომელნი ანუ ადამიანები რომლებიც ხოხავდნენ და ვერ დადიოდნენ და სხვანი მრავალნი თითო სახეთაგან სენთა შეპრობილნი და დასხნეს იგინი ფერხთათანა მისთა და განკურნა იგინი და ვიდრე უკვირდაცაერსა მას ხედვიდეს რა ვითარგი ყრუნი იყოდეს და მკელობელნი ვიდოდეს და ღრეკილნი განიკურნებოდეს ღრეკილნი ანუ ადამიანი რომელიც არის მოკაუჭებული მოხრილი თავისი ამოტყოფობისაგან ამ რაღაცა ხერხებლის დაავადება რო აქვს განიკურნებოდეს განიმართებოდეს და დადიოდნენ ჩაოლებრივად და ბრმანი ხედვიდეს დადიდებდეს ღმერთსა ისრაელისასა ანუ იცი თქვენ რომ უკვე კაი ხანია უფალს გაუვარდა სახელი როგორც მკურნალს როგორც სასაულთა მოქმედს და მიდის მასთან უამრავი ადამიანი არ ტოვებენ მას მარტო არც დღე და არც ღამე იმიტომ რომ ყველა გაჭირვებულია ყველას რაღაცა აწუხებს ვიღაცა ბრმარი ვიღაცა კოჭლია ვიღაცა დაბრეცილია ვიღაცა ყრუა ვიღაცა ეშმაკეულია ვიღაცა ვერ დადის ვიღაცა ვერ მეტყველებს და შეიძლება თვითონ არ არის მაგრამ ხო იციან მის მაახლოვლებმა და მიყავთ მათ უფალთან და მის ფერხთით სვავდნენ და ყველანი განიკურნებოდნენ უფლის სიტყვით და ღმერთს ადიდებდენო ეს ხალხი იმიტომ რომ ხედავდენო აი ამ კურნებას და ხედავდნენ მეხსეულად კურნებას ამასაც მიაქციეთ ყურადღება რომ ამაზე მე თავის დროზე გავამახვილე ყურადღება და ეხაც გეტყვით რომ უფალი კურნავს მეხსეულად
განკურნება ამა თუ იმ დაავადებისაგან ჩვენ ვიცით რომ ხდება ეტაპობრივად, ნელ-ნელა, ხო? ესე უცებ არ ხდება. დაუფალი კურნავს მეხსეულად. ეს უკვე სწორედ მას. ეხლა ბრმაროა ადამიანი და უცებ გაახსნა სულს და ხედავს. ყრუ იყო, უცებ გაიხსნა ყური და ისმენს. კოჭლი იყო ადამიანი და დადის. აი ჩვეულებრივად, აი მომენტალურად ხდება, დრო არ ჭირდება უფალს კურნებისათვის. ხა ჩვეულებრივად მედიცინაში დროა საჭირო, ხო თქვა? იმისათვის რომ ნელ-ნელა მოხდეს ადამიანის განკურნება. და ისიც არ მოხდება და არ მოხდება და უფალი კურნავს. მომენტალურად ამითი ადასტურებს სწორედ თავის ღვთაებრიობას, რომ ამით უსიტყვოდ ეუბნება მათ, რომ მე თქვენი შემოქმედი ვარ, მე ის ვარ, ვინც შენ დაგბადე. ამიტომ მე შემიძლია მომენტალურად განკურნო კიდევაც, ჩემ ხელშია. შენი ჯანმრთელობაც, შენი სიცოცხლეც, შენი გარდაცვალების დღეც, ყველაფერი ჩემ ხელშია. მე განვაგებ ამას. და შენ უბრალოდ მენდე და მადიდე და შენი სულისათვის იღვაწე სწორად და შენც იქნები ბედნიერი. ხოლო იესო მოუწოდა მოწაფეთა თვისთა და რქვა მათ, მეწყალის ერი ესე. რამე თუ აჰა ესე რა 3 დღე არის და მელიან მე და არარაი აქვს რაიმსა ჭამეს. და განტევებაი მათი უზმოთაი არამნებავს, ნუ უკვე დაცვენ გზასა ზედა და ეხლა იგივე სასაული მოხდება რაც წინაზე მოხდა. მოწაფეებს ეუბნება რომ ცოდები არიან ეს ხალხი 3 დღე მედავდებენ და არც უჭამია და არც უსვია და არ მინდა ისე რომ შიგრები გაუშვა. სადმე გზაზე არ დაცვიდენო და არ დაიხოცო. თქვენს მას მოწაფეთა მისდა ვინაი არ ჩვენ და უდაბნოსაზე და პური ესეოდენი ვითანცა განზღა ერი ესეოდენი. ეხლა მოციქულების სიბრმავე ნახეთ ხალხო. სულ რამოდენიმე დღის წინ იყო რომ ნახე სასწაული. ეხაც იგივე ხდება და ისევ არ ჯერათ. ისევ იგივე შეკითხვას უსვავენ. სადა გვაქვს ჩვენ რამდენი საჭმელი რომ ეს ხალხი გავაწყოთ. თქვა მათ იესო, რაოდენი პური გაქვს, ხოლო მათ რქვეს 7 პური და მცირედი თევზი. 7 პური გვაქვს და ცოტა თევზი. დაუგზავნა ერთსამას დასხდომაი ქვეყანასა ზედა. და მოიღო 7  იგი პური და თევზი, მადლოვდა, განტეხა და მისცემდა მოწაფეთა და მოწაფენი მისცემდეს ერთსამას. ჭამეს ყოველთა და განძღეს. და აღიგეს ნეშტი იგი ნამუსრევი 7 სფირიდი სავსე. წინა შემთხვევაში 12 გოდორი აიღეს. სფირიდის ესეთი მოცულობა იყო. დაახლოებით ესეთი გოდორივით, ოღონდ ცოტა ესეთი კონუსური დაბლა. და 7 სფირიდი გაავსეს. და ყველა გაძღაო. წინაზეც გავამახვილებ ყურადღება ამაზე რომ სული კი არ მოითქვეს, გააძღნენ 7 პურით და ცოტა თევზი. ეს ყველაფერი უფლის ხელიდან გამოდიოდა და მოწაფეების ხელიდან გადიოდა. და რა ძნელია ადამიანისთვის რწმენა ხედავთ ხალხო, აი რა რთულია ამაღლება. ესე ვართ ჩვენს უამრავ სასწაულს გვაჩვენებს ღმერთი ყოველ წუთს და ყოველ წამს და მაინც უყოჭლობთ რწმენაში რა. საქმის რომ მიდგება მაინც გვეშინია. მაინც რაღაცა პორიაკი გვაქვს, შფოთი გვაქვს. მე ღმერთი ისევ გადაგვარჩევს, ისევ გამოგვიყვანს გუმარეობიდან, იმ წუთში ვართ მადლიერნი ღვთისა, მეორე წუთში ისევ რაღაცა განსაცდელი რომ მოდის, ისევ გვეშინია, რა საწყლები ვართ რა. აი მოციქულებიც. 2 დღის წინ ნახეთ იგივე სასაული. ეხლა კიდე იმას ამბობენ რა, ახალს ვითი გავაზღობთ ეხლა ჩვენ. ის კი არა რომ შინაგანად გახარებოდათ, რომ ეხლა რაღაცა ისევ იგივე მოხდება, არა, ისევ უწყნოებით ეკიდებოდა. და მე მოგვიანებით საყუდრობს კიდევაც უფალი ამას ნახავთ ჩვენი გმირი. ახსენებს ამ ორივე შემთხვევას. ხოლო რომელთა იგი ჭამეს, იყვნენ 4000 მამანი, ხოლო თვინიერ ყრმებისა და დედების. ამჯერად 4000-ნი არიან. ისევ ქალების და ბავშვების გამოკლებით. ანუ ბევრად მეტი. და განუტევა ერი იგი და აღვიდა იესო ნავსა და მოვიდა საზღვართა მაგდალოვისათა. ანუ უახდენს ამ სასწაულსაც და შედის შემდეგ ნავში თავის მოწაფეებთან ერთად და მიდის უკვე სულ სხვაგან. ამითი დასრულდა მე-15 თავი, ზუსტად ჩავეტიე ჩვენ 1 საათში.
და შემდეგ სამშაბათს ღვთისმადლით უცოცხლები ვიქენ გამეხილოთ მე-16 თავს. დიდი მადლობა ყურადღებისთვის.